უნდა შევახო ისტორიკოსი ბექა კობახიძე, რომლის საჯარო სტატუსმაც გამოქვეყნებულმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე ერთგვარად მიბიძგა იმ ვიდეო ბლოგის ჩააწერისაკენ, რომელსაც ახლა თქვენ ადევნებთ თვალყურს, რომელსაც ახლა თქვენ უსმენთ. ბექამ სავსებით სამართლიანად გულახდილად ვიტყვი და ამ თავითვე ვიტყვი, გააკრიტიკა გენერალი ყურაშვილი. და აკი გითხარით სავსებით სამართლიანად მეთქი, თუმცა თავადვე აღნიშნავს სტატუსის დასაწყისში, რომ კარგა ხანი ფიქრობდა საერთოდ უნდა შეხებოდა თუ არა ამ თემას და მერე რაღაცა სტატუსი უკვე გამოქვეყნებულია, შესაბამისად გადაწყვიტა, რომ ეს თემა მიმოეხილა, ამ თემას შეხებოდა და ერთგვარად ძალიან კულტურულად, ძალიან სახელმწიფოებრივად გაეკრა კბილი გენერალი ყურაშვილისათვის და ეს საკუთარი ტექსტი, საკუთარი სტატუსი ერთის მხრივ მისი სტატუსი ეხება უშუალოდ გენერალ ყურაშვილს, მაგრამ მეორეს მხრივ ეხება ოფიცრობას, შეიარაღებულ ძალებს, ეხება იმას, რომ სამწუხაროდ ესეთი დაჩმორებული, ხშირ შემთხვევაში ღირსება აყრილი ოფიცრობა და უმაღლესი ოფიცრობა სჭირდებოდა უკლებლივ ყველა ხელისუფალს, ყოველ შემთხვევაში ყველა ხელისუფალი ერთგვარად ცდილობდა და ახერხებდა იმას, რომ ესეთი მეორე, მესამე ხარისხოვანი ღირსება ან ნება აყრილი, ამ სიტყვას არ ხმარობს თუ არ ვწდები ბექა კობახიძე, მაგრამ ნება აყრილი ყოფილიყო საქართველოს სამხედრო ელიტა, ანუ პირები, ვინც სამხედრო ელიტას წარმოადგენენ. ეხლა შეეხება კონკრეტულად გენერალ ყურაშვილს, ბექა კობახიძის სტატუსის კონტექსტშიც და არა მხოლოდ, აკი გითხარით, რომ ის არის პირველ თქვი, ის არის იოანე ნათლისმცემელი, ყოველ შემთხვევაში სხვასთან არ შემხვედრია ესეთი მძაფრი კრიტიკა და მე რაღა ის იოანე ნათლისმცემელია ბექა, მეც თავს უფლებას მივცემ, რომ ვიყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც სიმართლეს იტყვის, ოღონდ მეც სასაკვირველი ამას ვიტყვი, უაღრესად კრიტიკულად კი არა, კრიტიკულად ერთის მხრივ და უაღრესად კულტურულად მეორეს მხრივ. გენერალი ყურაშვილი ისევე როგორც გენერალი გოგავა, ისევე როგორც ცალკეული სამოქალაქო პირები, პოლიტიკოსები გამოცხადდნენ წულუკიანის კომისიაზე. აღარ დავიწყებ იმაზე საუბარს, რომ წულუკიანის როგორც ბანდიტის კომისიასთან თანამშრომლობა, მის წინაშე გამოსვლა, მისი ამ აკავიატებული და ფსბ-საგან ნაკარდახევი ბრალდებების მოსმენა, კითხვების, არაკომპეტენტური კითხვების მოსმენა არათუ უშედეგოა, ეს გავიგე რომ უშედეგოა, არამედ შენ სიმართლეს და ობიექტურ სიმართლეს რომც მოინდომო, ვერ დაუმტკიცებ, იმიტომ რომ მათ, აკი გითხარით, აქვთ ფსბ-სგან დავალება, რომ ეს ფორმალურად ჩაატრონეს სამ კომისიის ხდომები, იკითხონ 1000 სისულელი, 1000 უვიცობა, 1000 არაკომპეტენტური, 1000-ობით არაკომპეტენტური კითხვა დასვან და მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე შემდგომ უკვე დაწერილი დასკვნა და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ კომისიის დასკვნა უკვე შექმნილია, უკვე დაწერილია და უბრალოდ აბზაც ჩასამატებელია, რომ აი გრიგოლ ვაშაძემ თქვა ეს, გენერალმა გოგავამ თქვა ეს და აქედან გამომდინარე სუბარმა თუ წულუკიანმა ვითომ გააკეთეს რაღაცა დასკვნა გამოიტანეს თუ რაღაც წინადადებები ჩაწერეს, მე ეს გამოაქვეყნონ ფორმალურად, აკი გითხარით, რეალურად ეს დასკვნა უკვე დაწერილია და დანაშაულებული ამ დასკვნაში არის წინა ხელისუფლება ომის გაჩაღებაში, იმიტომ თავის მხრივ ბოდიში მოუხადონ რუსეთის ფედერაციას, მერე ვინის ის იქნება აღიარონ კიდეც სეპარატისტული რეგიონები, მერე მიუცუცკდნენ, დაუბრუნდნენ წიაღს, პრავოსლავიეს ილაპარაკონ და გეორგიევსკის ახალი ტრაქტატი გააფორმონ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ბენეფიტიც არ მიიღონ ამისაგან ქვეყნისათვის ბენეფიტი, თორე თვითონ ჩაიჯიბავენ ბიზინა ივანიშვილის 50-50000 დარწმუნებული ვარ ამაშიც. მოკლედ ამაზე აღარც ვლაპარაკობ, არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ ამასთან არ უნდა მიხვიდე სათანამშრომლოდ, არანაირ ფორმატში, მაგრამ თუ მაინც აი არ მეთანხმები და შენ მიგაჩ ფორმაში ხარ, გენერალი ხარ და მიდიხარ და თანამშრომლები შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მოკლედ მიდიხარ ამ გამოკითხვა-დაკითხვაზე ხო პროკურორ თეა წულუკიანთან, რომელიც წერტილი და ამგვარი ტექსტებით გესაუბრება და იცი შენ რომ ასე გაგესაუბრება. იმიტომ რომ ესეთი თავხედი რუსი ინსტრუქცია მიღებულია, რომ დააჩმოროს და კუთხეში მიაყენოს და მიაჭიკარტოს გენერლებიც კი.
შენ ფსიქოლოგიურად უნდა მოემზადო ნებისმიერი კითხვისათვის და ნებისმიერი რეპლიკისათვის და ნებისმიერ არაადეკვატურ თუ ვითომ ადეკვატურ ადეკვატურ მის შენიშვნაზე თუ კითხვაზე პასუხისათვის. მაგალითად თეა წულუკიანმა რო თქვა, აი ფსიქოლოგიური მომზადება რა არის ერთ-ერთი. თეა წულუკიანმა რო თქვას ჭეშმარიტება. ანუ გავამართლოთ თეა წულუკიანი რაღაც 27 წამით. თქვას რომ დედამიწა მრგვალია. მრგვალია ხა ვერ მიედავები ერთ თეა წულუკიანს და ვერც ვერავის. ხო, ვინც ამას ამბობს. თუმცა არიან ადამიანები, ვინც ამას არ ამბობს და ბრტყელი დედამიწის თეორიას აწვება, მაგრამ კარგით. თეამ რო თქვას წულუკიანმა რომ დედამიწა არის მრგვალი. შენ ამ დროს რა შვები? მართალი ბრძანდებით ქალბატონ თეა დედამიწა მრგვალია. კარგით, უფრო რთული წინადადება თეა წულუკიანმა მაღალი ალბათობით იცის, რომ უმაღლესი მწვერვალი დედამიწაზე არის ჯომოლუნგმა, ევერესტი. არა მე და შემეშალოს 8848 მეტრის ზღვის დონიდან. ეს რომ იცოდეს, ეს სავარაუდოდ არის ის, მაგრამ აი თეორიულად დაუშვათ რომ იცის რომ 8848 მეტრია ზღვის დონიდან ევერესტი ჯომოლუნგმა. შენც იცი ამის თაობაზე ინფორმაცია გაქვს, რომ 8848 არის და უმაღლესი მწვერვალია ევერესტი ჯომოლუნგმა. რას შვები ამ დროს? თავს უქნევ მართალი ბრძანდებით ქალბატონ თეა ჯომოლუნგმა არის უმაღლესი მწვერვალი. როგორც კი შენ ამ კომპრომისზე ან ამგვარ მიდიხარ ან ამგვარ რიტორიკით გამოირჩევი, თეა წულუკიანსაც ეს უნდა, რომ უკვე შემდგომ შენ დაგჩაგროს. შენ იმ სიტყვას ვიხმარისებ, მიგაჭიკარტოს. თქვას რომ აი რაღაცაში მაინც თანხდებით მე და გენერალი ყურაშვილი გოგა ვარ ამ მნიშვნელობა აქვს. სამოქალაქო პირი, თქვათ მე მივედი ტაბლიაშვილი. ოღონდ ეს ყველაფერი ეს ეგრეთ წოდებული თანხმობა მე გადაზარდოს ან გამოიყენოს იმაში რომ უკვე შენ მიმართ განახორციელოს რუსული ჰიბრიდული სპეცოპერაცია. როგორც კი შენ წინააღმდეგობას უწევ, აი ყურაშვილმაც გაუწია თითქოს დასაწყისში ყოველ შემთხვევაში რას მეკითხებით ვერ გავიგე. და ამ დროს თეა წულუკიანი ახმამაღლდა, ეხლა გეტყვიო მე შენ რას ძველი ბიჭივით. ახმამაღლდა, ეხლა მე გეტყვი რას გეკითხებიო, დამაცადე ლაპარაკიო. ჩაირთო და აღარ გამოირთო და ყოველ შემდეგ ჯერზე, როდესაც თეა წულუკიანი რაღაც უცნაურ და დამჩაგვრელ რეპლიკებს ისვრის ყურაშვილის მისამართით, არა გენერალო, მაინც და მაინც იმიტომ კი არ ვამბობ ამას, რომ ეხა რაღაც თქვენ ხართ თავარი თემა, უბრალოდ სხვები თქვენს მაგალითს ვასახი თქვენ მაგალითებს საუბრობ, იმიტომ რომ სხვები თუ მაინც და მაინც გადაწყვეტენ ისინი მისვლა სამხედროები თუ არა სამხედროები, ისინი მოემზადონ ფსიქოლოგიურად. თორე ეხა ჩემგან თქვენ გენერალ კაცეს დამატებითი კრიტიკა, რომელიც მაღალი ალბათობით ნერვიულობთ მათ შორის საკუთარ ქმედებაზეც, ხო, ალბათ არ გჭირდებათ და არწმუნებული ვარ არც გჭირდება. კრიტიკა ხო, და თქვენზე არ ვსაუბრობ, რომ თქვენი მაგალითი უნდა განვიღოთ. და მე გენერალი იწყებს, აი თქვენ იწყებთ მართალი ბრძანდებით, დიახ გისმენთ. ნაცვლად იმისა, რომ იქით შეუტიოთ, რომ როგორ ბედავ წულუკიანო, შე რუსო, რაღაცა კომისია, რაღაცა პარლამენტის რაღაცა კომისიის წარმომადგენელო, რომელიც რეალურად ცდილობს დაადანაშაულოს ჩემი ქვეყანა, მე ვარ გენერალი ყურაშვილი, გვარან. და ნაცვლად იმისა, რომ დაადანაშაულო რუსეთი, შენ ცდილობ რომ დაადანაშაულო ჩემი ქვეყანა ამ ომის დაწყებაში და მთელი ეს ფარსი, ეს სპექტაკლი ემსახურება ამას სისულელე ვქენი რომ მოვედი, მაგრამ რომ მოვედი და აი ამას რომ ვისმენ, ეხლა მე შენ იმას კი არ გიტარებ რომ მაგ წერტილ მძიმით და ზახილის ვიშლი მელაპარაკო, არამედ გიყირავებ მაგიდას უკაცრავად სიტყვისთვის. ძალიან დიდი ბოდიში რუსულისთვის საკველპურო აი ჩვენ რო ყველა ლაპარაკობთ ამ ტერმინს, ამ სიტყვას რო ხმარობთ. დაჟე იმაზე ვარ, დანახმა, რომ მაგიდა ფიზიკურად აგიყირავო. აი ეს ავიღო, აი ამ ხელა ბრგე კაცმა, აგიყირავო და მისი მეორე ბოლო თავში მოხდეს გურამ მაჭარაშვილს, სოზარ სუბარს თუ თეა წულუკიანსაც არ უნდა მოხდეს ალბათ, იმიტომ რომ გასრეს თეა წულუკიანს ეს ყველაფერი. ეხა ამას მე ამით რაღაც ძალადობისკენ კი არ მოვუწოდებ, მაგრამ ხალხო მოემზადეთ მათ შორის ფსიქოლოგიურად. არა მხოლოდ იმ სარკესთან დადექით და თქვით რა უნდა თქვათ და როგორ უნდა თქვათ და გათვალეთ შესაძლოდ twin აპირებთ მისვლას რა შეიძლება რა ხაზებზე შეიძლება გავიდეს თეა წულუკიანი და ის გამსვლელია ყველა ხაზზე, ყველა წითელი ხაზის გადამლახავია რომ იცოდეთ მაინც. იმიტომ რომ მისი თვით მიზანი ის კი არაიო თქვენგან გაიგოს რაღაც სიმართლე, სტრატეგიული სიმაღლე აიღეთ, სტრატეგიული მაღლობი თუ სტრატეგიულ დაბლობზე გაამაგრდით. ის მისი
ის ყველაფერს კითხულობს სწორედ საიმისოდ, რომ თქვენ წამოგაცდევინოთ რამდენიმე საკვანძო წინადადება. რომ დიახ, აი, იცით, აი ამ სტრატეგიული სიმაღლის აღება და რაღაც ოპერაციის დაწყება იყო შეცდომა, რომ მე ვინმე სუბარმა და ისიც ვინმე, ანუ რიგითია რუსულ სამსახურში, ხო? გენერალი არ არის და ჩვეულებრივი ჯარისკაცია რუსული სპეც ოპერაციის ჯარისა, ხო? ჩვენს წინააღმდეგ მე მან თავისი ბრძნულია მჭმუნვარე სახით დაწეროს, რომ თქვას, რომ იცით რა არის, აი, თურმე სულაც არ იყო საჭირო შეტევა ცხინვალზე და ამათმა კი დაიწყეს შეტევა ცხინვალზე, არ გამოიყვანეს თან მშვიდობიანი მოსახლეობა და აი ეს არის დასტურთა შორის დასტური იმისა, რომ ამათმა დაიწყეს ომი და აქედან გამომდინარე ბატონო ბიძინა მოტრიალდებიან ესე პროფილში ვარ ახლა მეც მოვუხადოთ ბოდიში პუტინს რუსეთს ჩავიდეს ყაველაშვილი 9 მაისს დახაროს თავი კობახიძეს მიხვეს ზედ და რაღაც მავზოლეუმთან ან მავზოლეუმის ტრიბუნაზე თან უფრო ლენინის წარწერა როა ლენინი მავზოლეუმზე იმის ფონზე თქვას русская цинадеба, რომ извиняемся, грузинский народ, грузинское государство ошиблось в 2008 году. Раме მაინც მოქონდეს აი გალში ეს ხოსისულელია, ხო არაფერი არ იქნებოდა, მაგრამ გალში მაგალითად ქართული ენის სწავლების უფლებას მაინც გვაძლევდნენ. არა, ამასაც არ გვაძლევენ იმ შემთხვევაშიც კი თუ ბოდიშს მოიხდის გოგა ხაინდრავას კი არა, რეალურად რუსული სპეცსამსახურების შეკვეთით ქართული რუსული ოცნება პუტინის წინაშე. ამიტომ მე გენერალ ყურაშვილზე ვლაპარაკობ, მეკას ვუხდი მადლობას, რომ მან გაამახვილა სწორი აქცენტები დასვა, თავდახრილი გენერლები ჩვენ არ გვჭირდება და გენერალ ყურაშვილს მე ვიმედოვნებ, რომ თავი მაღლა ექნება აწეული და ასაწევი აქვს კიდეც, ამასაც ვიტყვი. გენერალი ყურაშვილი და თელ ჩვენს გენერალიტეტს ვინც იბრძოდა, მესმის უამრავი შეცდომა დაუშვით, იქ სამოქალაქო პირები, შესაძლოა ერეო, შესაძლოა არც ერი ხალხნო ომია. იმისი არ იყოს, რომ თქვენს რომ ერთმანეთს უოთ პირობითად ოცეულები, უხსნიდნენ ცეცხლს. ომია, არ არსებობს პრაქტიკულად არაფერი. პრაქტიკულად 2008 წელია ეს 2025 არ არის, ხო? ანუ წარმოიდგინეთ, რამდენი 17-18 წლის წინანდელ ამბებზე ვლაპარაკობთ, ხო, 17 წლის წინანდელ ამბებზე. რაღაც კავშირგაბმულობის სისტემები ეს რუსეთი მოდის 58 ბატა არმია შემოვიდა, გადათელა ჩუმათელეთში იქნება თუ გორში იქნება თუ ჩუმათელეთი რატო ვახსენე წინა ბლოკში ვახსენე ეს ჩუმათელეთის შვილი წამოვიყვანე მერკი. მოკლედ გორში, ხაშურში, ასაკვირველია ცხინვალის რეგიონში მთლიანად და ასე შემდეგ ახალგორში, კოდორის ხეობაში წავიდნენ, იქ რაღაც ამბებია და შენ ახლა თან ეს ყველას 2025 წელსაც კი ხშირ შემთხვევაში ყველაზე უფრო გაწვნილი და ბრძოლა გამოვლილი და უნგამოვლილი ჯარისკაცებიც კი ოცეულები ხო ერთმანეთს სრულიად შემთხვევით ახლა შეგდებულად ხო არა დაერევიან და ცეცხლს გაუხსნიან დროებით რა საკვირველია, მაგრამ მაინც ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ სუბარისთვის ხომ ეს არაჩვეულებრივია და სპეციალურად ამბობს ამას, რათა ააგოროს კამპანია ქართული ჯარის წინააღმდეგ, რომელიც კამპანია ასაგორებელი ვინ და არ არის. გენერალ ყურაშვილს მე აი ეს არის სამწუხარო, თავდახრილი იყო, ის ერთგვარად მოდრეკილი იყო, ერთგვარად ისეთი მესიჯი ქონდა, რომ აი თეა მართალია რაღაცაში მომენტდა. არაფერში თეა მართალი არ არის გენერალო. და თუ მაინც აპირებდით თუ წასულიყავით ხო კონსულტაცია ან ახლობელთან და ყველა საუკეთესო შემთხვევაში ფსიქოლოგთან ან კიდე რაღაც გარკვეულ შემთხვევაში სარკესთან საკუთარ თავთან უნდა გაგევლოთ და გეთქვათ რომ მე გენერალი ვარ ამ ქვეყნისა მე უბრალო კაცი კი არა ვარ შესაძლოა ბევრი მედავება სამართლიანად შესაძლოა ბევრი მედავება უსამართლოდ რაღაცა მითებს მიგონებენ და ასე შემდეგ მაგრამ მე გენერალი ვარ ამ ქვეყნისა მე არა ვარ ჩვეულები ვარ მაგალი ჩვეულებრივი ჯარისკაცი მე ვარ მაგალითი ბევრი იმ ჯარისკაცისათვის რომელიც ჩემთან ერთად იყო იმ სამშვიდობო ქართულ ნაწილში და არა მხოლოდ სამშვიდობო ქართულ ნაწილში არამედ მთლიანად ამ ომის განმავლობაში ხო მათი ნაწილი სხვათა შორის ისიც თქვენ რო ეხლაც არის თავდაცვის ძალებში და მათ ხო უნდა ეიმედებოდეთ თქვენი მეორე მხრივ ეხა ბექას კი არ ვაკრიტიკებ ბექა პირიქით ვაკებ ხო მე მაინც მაყურებელს მოუწოდებ რომ დიდ აქცენტს ყურაშვილის მიერ დააშვებულ ამ შეცდომაზე ნუ გადავიტანთ გაცილებით სერიოზული ამოცანების წინაშე ვართ ყურაშვილი არ არის სუსტი რგოლი ჩვენს აი ამ უზარმაზარ ჯაჭვში მასზე სუსტებიც ყავს ჩვენ მართლა სუსტები ყავს უფრო ზუსტი რო ვიყო და ეხლა მთელი ხელის შეწმენდა და აი ამ ყურაშვილის განდევნა სივრციდან და თქმა იმისა რომ შენ ცუდად მოიქეცი და ასე შემდეგ არ იქნება სწორი გავიარეთ ეს ეპიზოდი
უკეთესად უნდა ყოფილიყო მომზადებული ფსიქოლოგიურად, ვერბალურადაც, არგუმენტებითაც უკეთეს და როცა აღარ ყოფნის აღარ არგუმენტი და გამოხავ ხო მდგომარეობიდან ვინმე თეას რუსეთის აგენტს ხო პირდაპირ მნიშვნელობა არ ვაჭარბებ. ანუ აქ რაღაც იმაზე არ პოეტიკაზე არ ვლაპარაკობ და არც ხუმრობ რა. ხო, უნდა აიღო, აი შენ გამოხვერის ყოფით რომ აი წარმოუდგენელია ხშირად იმ ფსიქოლოგიური ზეწოლის გაძლება, როგორცაც ანხორციელებენ შენს წინააღმდეგ. ხო, პირდაპირ მნიშვნელობით უნდა აიღო, აი ეხლა სანთებელა ავიღე, ხელში და უნდა გადააგდო ეს სანთებელა, ანუ არ შეიძლება არ ესროლო ეხლა სანთებელა, მაგრამ მაგიდა პირდაპირ მნიშვნელობით უნდა აუყირაო, დაგიჭერენ დაგიჭირონ უმალს ჯობს, ვიდრე რიგით ჯარისკაც, შენივე თანამებრძოლს, რიგით მოქალაქეს ეგონოს რომ შენ პრინციპში აი შეეგუე, პრინციპში ეთანამშრომლე, პრინციპში დაეთანხმე. ევერესტი რო ევერესტია. 8848 მეტრი როა ევერესტი დავიწყე და გორი არ დავამთავრე, ხო? ევერესტი ჯომოლუნგმა და თეა რო ამბობს, რომ ევერესტი არის 8848, შენ უნდა იყო ისეთი მტკიცე, რომ თქვა რო არ თქვა რომ ევერესტი 8840 შენთან დაკავშირ ვერაფერზე ვერ შეგითანხმდები მათ შორის იმაზეც თუ დამიწარგვალია ან ევერესტი უმაღლესი მწვერვალია დედამიწაზე 8848 მეტრი ზღვის დონიდან ვერ შეგითანხმდები შენ თეატრულუკიანო ამასთან თავს არ დაგიხდით ეხ მართალი ბრძანდებით ევერესტი არის ამდენი თქვენც გწოდნიათ მართალი ბრძანდებით მე გავჩუმდები ხო ეს თეატრულუკიან რუსს არ უნდა უთხრა პუტინმა შეიძლება გითხრათ რომ არ ვიცი არც ვიცი რა უნდა თქვა არ ვიცი რაღაცა ისე არასაკამათო რამ რა ვთქვა აი მაგალითად მოცარტი არის უდიდესი კომპოზიტორი პუტინმა რომ თქვას რომ მოცარტი არის უდიდესი კომპოზიტორი ბახი რა ვიცი ბეთჰოვენი ნუ განსაკუთრებით ბახი და მოცარტი ბეთჰოვენის მიმართ ჩემი პატივისცემის მიუხედავად ხო თანხმდებით ხო თითქოს ეხლა ვის არ უნდა თანხმებოდე ამასთან დაკავშირებით მაგრამ ეს რომ თქვას პუტინმა ესე რომ მოგახალოს უნდა იცოდე რომ მას არ უნდა დაეთანხმო ჯობს დადუმდე იმიტომ რომ წინასწარ და იმ თავითვე უნდა იცოდე რომ ამას გამოიყენებს შენს წინააღმდეგ აი თანხმდებით ბახთან მიმართებაშიო აი თანხმდებით მოცარტთან მიმართებაშიო ამას იტყვის და მე უკვე აი ამ ლოიალურ დამოკიდებულებას რომ დაინახავს შენსას მის მიმართ მე უკვე დაიწყებს იმგვარი რაღაცებს ეს არის კაგებეშნიკური მეთოდი FSB-ა თეატრულუკიანი გაიგეთ ყველამ ბიზინა ივანიშვილი არის FSB ვინც აპირებთ მისვლას და აი ამ თქვენი მისვლით კომისიაზე მისვლით ხო თქვენ ერთგვარად მათ მომავალში საომავლოდ ათქმევინებთ ერთგვარად რომ იცით რა არის ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ჩვენ გვეთანამშრომლებოდნენ და ის სწორედ ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების დასკვნათაც უკვე წინააღმდეგთა საფუძველზე ჩვენ დავწერეთ დასკვნა რომ საქართველოს დაიწყო ომი საქართველოს ომი არ დაუწყია და აი ამ დოკუმენტში რომელიც უკვე დაწერილია თქვენი გვარსახელის მოხვედრა მე უკვე არის იმის საფუძველი რომ ჭყალებში დასაკვირველი ლეგიტიმურად აქციო ლეგიტიმურად გარდაქმნან ეს დოკუმენტი ბოიკოტის სრული დემარში სრული არსებულ რეჟიმს ყველა დონეზე ეს არის ჩვენი გადარჩენა ეს უნდა ვისიგრძე განოთ ყველამ და ეს ადრე თუ გვიან მოხდება უბრალოდ მომავლის საქართველოში ბილეთი ვისაც უნდა ხო მაქსიმალურად უკომპრომისო უნდა იყოს უკვე დღეს და ახლა ნახვამდის